ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორება შევიდა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო გავლენებს ეხება. შესწორებების ავტორი მეგობარი აქტის თანაავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონია. დოკუმენტში აღნიშნულია შეშფოთება საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებების გამო. ამასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს ევალება, რომ აქტის ამოქმედებიდან არ აუგვიანეს 180 დღეში კონგრესს შესაბამისი კომიტეტების წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ. ამ საკითხმა უკვე გამოიწვია პოლიტიკური შეფასებები საქართველოში. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ინიციატივას განსხვავებულად აფასებენ. თემის გარშემო მიმდინარე დისკუსიასა და ასევე ამ თემაზე გამოხმაურებებს მაგდა ბლუაშვილი გაეცნო და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მაგდა, გისმენთ. სანამ გაგაცნობდეთ პოლიტიკურ შეფასებებს აღნიშნულ საკითხზე, მანამდე უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ორი ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ცვლილებების ავტორი სწორედ გახლავთ კონგრესმენი ჯო ვილსონი და ჯო ვილსონი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც თითქმის ყოველთვის გამოირჩევა კრიტიკული გზავნილებით ქართული ოცნების მისამართით. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და მათ შორის საუბარი იყო პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც და მათ შორის სწორედ ამ საკითხს ეხება ერთ-ერთი ცვლილებაც და ბუნებრივია აღნიშნული ცვლილებების ფონზე მთავარი კითხვები დღეს დავსვით მმართველი გუნდის მისამართით. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კი როგორც აღმოჩნდა რიტორიკა არ შეიცვალეს, მათ შორის არის ჯო ვილსონის მისამართით, მაგალითად ქვეყნის პირველ კანონმდებელს ჰქონდა საკმაოდ ხისტი პოზიცია ჯო ვილსონის მისამართით. მან განაცხადა, რომ ეს კინო უკვე დიდი ხანია ყველას ნანახი აქვს, რომელიც სერიალში გადაიზარდა და ისინი ძალიან მშვიდად უყურებენ განვითარებულ მოვლენებს. აქვე უნდა ვუთხრათ მაყურებელს ისიც, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვერთვის საკითხსაც, განსაკუთრებით მარკო რუბიოს გზავნილების ფონზე და უნდა ვუთხრათ მაყურებელს ისიც, რომ ამ შემთხვევაში სამართლიან მიდგომებს ითხოვენ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, რომელიც სერიალად იქცა, ჯო ვილსონი აყენებს რაღაც ცვლილებებს და ამაზე ხო უნდა წავიდეს დაუსრულებელი საუბარი. ძალიან მშვიდად უყურეთ ამ საკითხს, ვაცადოთ ჯო ვილსონს, რომ საკუთარი პოლიტიკის მიღმა ცხოვრება უზრუნველყოს. მან განაცხადა, რომ ის აპირებს პოლიტიკიდან წავიდეს და შემდეგ არჩევნებზე კენს აღარ იყრის. ის გაფუჭებული ურთიერთობა, რომელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დამსახურება, რა თქმა უნდა, ტრაექტორიის შეცვლას საჭიროებს და ეს ურთიერთობა და არა პოლიტიკა აქვს ხალხაზე გასასმელი და ცალსახად ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ტრაექტორიით უნდა გადავიდეს პოზიტიურ რელსებზე და ამისთვის კეთდება შეერთებული შტატებიდანაც კონკრეტული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები, საქართველოდანაც კონკრეტული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ის კომუნიკაცია, რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დღევანდელ ადმინისტრაციასთან, ეს არის იმედის მომცემი პრაგმატული და ინტერესების დახვედრაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ნამდვილად გადაიზრდება შემდეგ უკვე მართლაც იმ დონეზე და იმ დონეზე და სიმაღლეზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჩვენ ორივე მხარეს და ორივე სახელმწიფოს მიმდინარე პროცესების ფონზე, როგორც უკვე გითხარით, უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მარკო რუბიოს გზავნილები ქართული ოცნების მისამართით და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უნდა შევახსენოთ მაყურებელს, რომ ქართული ოცნების მისამართით რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა, მათ შორის საუბარი იყო ტრაექტორიის ცვლილებაზე, თუმცა უშუალოდ ტრაექტორიის ცვლილებაზე ქართული ოცნების წარმომადგენლების პოზიცია, როგორც ჩვენს არ იცვლება, ჩვენ გვესმის მათი მხრიდან განცხადებები, რომ საგარეო პოლიტიკის შეცვლას მათ შორის ქართული ოცნება არ აპირებს და შეიძლება ასე ითქვას, რომ სამართლიან ნაბიჯებს სწორედ ისინი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ელიან. თუმცა განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინეთ ჩვენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს ცვლილებებიც არ ყოფილა გასაკვირი. ისინი მთავარ პასუხისმგებლობას ამ ნაწილშიც სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლებს აკისრებენ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ უშუალოდ ორ
ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის ნაწილში, რომ ახლა ბურთიც და მოედანიც არის ქართული ოცნების მხარეს და პირველ რიგში სწორედ მართლმა პარტიამ უნდა გადადგას ნაბიჯები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებენ და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ეს არის კიდევ ერთი ძალიან კაფექს ზამნილი, რომ ამერიკა არ უყურებს პოლიტიკურ ვითარებას ქოცურ ფერებში და ქოცურ ფასად. არამედ ძალიან კონკრეტული ტიპის გამოწვევებს უყურებს როგორც გამოწვევებს და აქვს ძალიან კონკრეტული და ზუსტი მოთხოვნები, რომელიც ამ რეჟიმმა უნდა შეასრულოს. ქვეყანა, რომელსაც ყავს პოლიტიკური ტყვეები, არ არის აღქმული როგორც ის სივრცე, რომელთაც თავდაცვის და სხვა მიმართულებებით შეიძლება ისეთივე გამართული ურთიერთობების ქონა და წარმოება, როგორც ნორმალურ ადეკვატურ სახელმწიფოებთან. როდესაც ამ რეჟიმის წარმომადგენლები უტიფრად ლაპარაკობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის მოშლა ამერიკასა და საქართველოს შორის თურმე 100%-ით ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, ესეც ძალიან კარგი მაჩვენებელია, რომ წარმომადგენელთა პალატა იღებს ასეთ დოკუმენტებს და ძალიან კაფეო შეფასებებს აძლევს ამ რეჟიმს. ეს არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან თანმიმდევრული საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში. ახლა უკვე ქართულ ოცნებაზეა მოახერხებს თუ არა, რომ საბაზისო საკითხები რაც არის და რაც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, რეპრესიული კანონების უკანწახებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მოახერხებს თუ არა, რომ დაარწმუნოს ბიძინა ივანიშვილი, რომ მათ შორის მის ინტერესშია, რომ ამ დათმობებზე წავიდეს. აღდგება თუ არა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გზავნილები უკვე ცნობილია და ცნობილია მართველი გუნდის პასუხიც, როგორც ჩანს, ქართული ოცნება არის ურყევ პოზიციაზე და ისინი პირიქით სამართლიან დამოკიდებულებას ელიან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან.